მშვიდობის ყველას. როგორ ხართ? დღეს გვაქვს ქარიანი ამინდი. ვისაც გცხელად საქართველოში შემიძლია ჰაერი დაგიბლუთუზოთ მეგობრებო და გამოგიგზავნოთ. ვის გინდათ აბა დაწერეთ კომენტარებში. შვენიერი სიგრილე გვაქვს დღეს საბერძნეთში. საღამო მშვიდობის ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩემთან ახლა არის ზუსტად 8:20 წუთი. ბედნიერი დღე ყველას. უბრალოდ საღამო. როგორ ხართ აბა რა შვებით? მაღაზიები დაკეტილია. წასულია. მოკლედ ხალხი დასასვენებლად, რა თქმა უნდა. მე რა საყვარელი ეზო. ყველა წასულია და საბერძნეთი არის დაცარიელებული ხალხნო. აი ეს თქვი დაცარიელებულია. არავინ აღარ არის აქ დარჩენილი. ანუ ახლა აგვისტოს სადღაც 20-ისთვის უკვე დაიწყებს ხალხი ჩამოსვლას საბერძნეთში, ათენში. რა თქმა უნდა და ესე დაუბრუნდებიან თავიანთ ჩოულ რიტმს, ესე რომ თქვა სამსახურს. მოკლედ ყველას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამომწერები მემატებით და ძალიან მიხარია. ძალიან მახარებს ეგ ფაქტი. მადლობა ჩემო კარგებო. ვისაც მიგაჩნიათ რომ ჩემი არხი არის რაღაც საინტერესო. და მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, დადებითი ენერგიებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ძალიან მახარებს, მართლა. სხვა გზით წამოვედი. ყველაფერი არის დაკეტილი აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად ყველაფერი. ხედავთ მგონი. და როგორც ვფიქრობ, საბერძნეთი არის ცარიელი. ხოლო დარჩენილია, რავი, ერთეულები, უფრო მოხუცები. თქერაშობით რას საქმიანობთ? ისევ სიცხეა საქართველოში? დამწერეთ აბა კომენტარებში ჩემო ტკბილებო და თბილებო. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი თბილი დამოკიდებულება კომენტარებში რომ მიწერთ თბილ სიტყვებს. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით. ძალიან მახარებს თქვენი ესეთი თბილი დამოკიდებულება. დელამას ყვავილია. ცოტა მაღლა. იმიტომ ვიღებ ახლა. ვაიმე რა ლამაზია ღმერთო. რომ მანქანებს არ მინდა რომ გადაუხო მანქანის სერია არ მინდა რომ გამოჩნდეს და მაგიტომ მქონდა ტელეფონი მაღლა აწეული. მაინც არ მინდა რა ვიცი რომ მანქანის სერიები გამოჩნდეს. და ქუჩას გადაუღებ. ვიცი რომ გიყვართ ქუჩის ბლოგებიც და სახში რომ მოვალ. უბრალოდ სახში რომ მივალ სამსახურში დავბრუნდები. იქ ჩავწერ ვიდეოს და უკეთესად მოგესალმებით და დაგემშვიდობებით სახლიდანვე. მოკლედ ჭრიჭინების ხმა რასაც ვუყურე ყოველ ჩემს ვიდეოში ისმის და იმედი მაქვს რომ ცუდად არ გხვდება ტყურში. რა ვქნა ძვირფასებო ჭრიჭინებს ვერ გავაჩუმებ. ასე რომ მოგიწევთ მაგათი მოსმენაც ჩემთან ერთად. აი ხო, აბა იყიდე.
ხელფასი ავიღე დღეს და ნახევარი და მეთქი ყავა უნდა ვიყიდო თქო. რა თქმა უნდა, მას ყოველდღიურად არ ყიდულობ. არც ვიყიდი, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან მშვენივრად ვამზადებ ყავას, ცივ ყავას და მაგრამ ესე 1000-ში ერთხელ შეგიძლია რომ ადამიანმა თავს მისცე იმის უფლება, რომ თუნდაც ელემენტარული რაღაც იყიდო და ასე ამოვნო შენი თავი, ესე რომ ვთქვათ. უსები როგორ მომწონს. კაი აივნები აქვს. პროსტად ვერანდები. ძალიან მომწონს. საღამოშტობის როგორ ხართ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სამწუხაროდ გვიან მიწევს ვლოგის დადება, უბრალოდ გაგრძელება. ეხლა არის ჩემთან ზუსტად 11:25 წუთი საღამოს. მაგრამ არა უშავს, თავარია რომ დაიდება დღევანდელი ვლოგი. მოკლედ თვითფასებო მოგიკითხავთ დიდი სიტყვით და სიყვარულით. მადლობა მინდა გითხრათ ახალი გამომწერები დამემატა. მემატება გამომწერები რაც ძალიან მახარებს. ხედავთ ხო როგორი ქარია. ბლოგშიც გითხარით რომ თუ იმეს ქარი გინდათ შემიძლია დაგიბლუთუზოთ და გამოგიგზავნოთ. თუ სიცხე გაწუხებთ. საქართველოში ვინც ხართ. მოკლედ ხუმრობა იქით იყოს და ნეტავ შეიძლებოდეს მართლა ბევრი რამის დაბლუთუზება. მოკლედ პატარა ვიდეოს გადავიღებ დღეს და გაგიზიარებთ, უბრალოდ დავასრულებ ამ ვიდეოს. ახალ გამომწერები დამემატა, როგორც წეგან გითხარით და ძალიან მიხარია, ყველას მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი YouTube არხზე მობრძანება, ჩემს არხზე. მადლობა გამოწერებისთვის. და ჩემ ძველ გამომწერებს უღმესი მადლობა, თბილი კომენტარებისთვის. ყველას მადლობა ძვირფასებო, თქვენი კომენტარები, თქვენი დადებითი ენერგიები მე ძალიან მახარებს, რა თქმა უნდა და ყველაფერს ვგრძნობ, რა თქმა უნდა. მინდოდა რომ მომეკითხეთ, მოსულიყავი თქვენთან, დაგენახეთ. გარეთ ვიყავი გასული და როგორც უკვე ნახავდით ალბათ, რაღაც კადრები გადავიღე გარეთ, იმიტომ რომ თქვენ მოგწონთ ქუჩის ბლოგები. ცოტა გარეთ გადავიღე, ცოტა ახლა აქ გაგესაუბრებით და დავასრულებ ამით დღევანდელ ვლოგს. ყველას გესურვებ მშვიდობიან საღამოს და პოზიტიურ დილას. მადლობა ყველას, ძალიან კარგები ხართ, არ დავიღლები მადლობის თქმით, ოღონდ მართლა. თქვენი ვერ წარმოიდგენთ როგორი სტიმული მომეცით ვიდეოების გადაღების. აი ამ ყველაფრით გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ, ვისაც ჩემი ვიდეო შეგვხვდება, გამოიწეროთ არხი და ვიდეოს უყუროთ ბოლომდე. მე შეგნებულად კიდევ და კიდევ ვიტყვი, რომ შეგნებულად არ ვიღებ და არ ვდები დიდ ვლოგს, იმიტომ რომ თქვენთვის არ იყოს მოსაფეზრებელი და იყოს საინტერესო საყურებელი. რამდენად საინტერესოდ გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაც აქ ვიქნები საბერძნეთში, როგორც უკვე იცით, ემიგრანტი ვარ, მაგრამ პირდებით რომ საქართველოში დაბრუნებისას აუცილებლად ყველაფერი იქნება უკეთესობისკენ. და საკმაოდ ბევრი დროც მექნება იქ დაბრუნებულს და ასე რომ გადავიღებ დილის ვლოგს და ღამის ვლოგს, საღამოს ვლოგს უბრალოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გამომწერი მეყოლება თქვენი სახით სულ მალე გრძნობა მე ამ ყველაფერს. მადლობა იმისთვის, რომ მიგაჩნევათ საინტერესო ბრჭყალებში ბლოგერად. ჯერ ჩემ თავს ვერ ვწოდებ ბლოგერს, რა თქმა უნდა, ჯერ იქამდე ბევრი მიკლია. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ და მიყურებთ. მოკლედ, ეს პატარა ბლოგი იყოს დღეს, ყველას მოგიკითხავთ. ჩემო
თქვენ უკვე ჩემი ოჯახის წევრები ხართ, რა ვიცი. აი, როგორ თქვა, როგორც ჩემ ოჯახის წევრებს, როგორც ჩემ მეგობრებს, როგორც ჩემს ახლობლებს, ისე გესაუბრებით თქვენ. და საერთოდ არ მიმაჩნი ხართ უცნობებად. მოკლედ ქარმა გამაპუა, გამწეწა. მგონი ხმაც ისმის ქარის, მოკლედ მაგაზე გამახსენდა ახლა მიკროფონის ყიდვამდე, მოკლედ შემოკარგება ვერადავერ მივედი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე მხოლოდ იმიტომ ვერ ვიყიდე, რომ კვირას დღეს მაღაზიები დაკეტილია. მაგრამ ახლა ერთი შაბათი დღე მინდა რომ ავიღო აუცილებლად თხოვა ჩემი ბებოს გოგოს რომ შაბათს მომცეს კვირა დღეს მაგივრად დასვენება, იმიტომ რომ მაღაზიაში მინდა წასვლა და რაღაცების შეძენა და კვირა დღეს არის ყველაფერი დაკეტილი, როგორც გითხარით და ვერ შევძელი ვერანაირად და ვერ შევძლებ. ხო, ყიდვაზე გამახსენდა კიდევ ის, რომ ახალი ტელეფონი მაქვს. ეხლა რითიც ვიღებ, ეს ტელეფონი არის ძველი, მაგრამ არ არის ძველი, სადღაც 1 წლის ნაყიდი მაქვს და ცოტა მეტი ის საქართველოში ვიყიდე, უბრალოდ ვიყიდეს, საჩუქარი გამიკეთეს დაბადების დღისთვის, ნუ არ დავასახელებ, მიმყიდა. არ არის საჭირო. და საკმაოდ ხარისხიანი და ესეთი კარგი ტელეფონია, მინდა გითხრათ, კარგ ვიდეოებს იღებს, კარგ ფოტოებს იღებს და ასე შემდეგ, ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა მაინც მჭირდებოდა მეორე ტელეფონი ვიყიდე Redmi, აუცილებლად გაჩვენებთ მაგას ხვალინდელ ვიდეოში. ეხლა ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ ხა სადაც არის უკვე უნდა დაწვეს ბებო და მე მეც რაღაც პატარა საქმე მაქვს ჩემი და იმას მომთავრე და მეც დავწვევი დავისვენებ. მოკლედ ხვალინდელ ვლოგში გაჩვენებთ ჩემს ახალ ტელეფონს. გავაკეთოთ განყოფილება, გამოვიწერე და ხვალ გეტყვით ყველაფერს მოკლედ ტელეფონის შესახებ და არა მხოლოდ ტელეფონის შესახებ. ხვალეც მოვალ. ყოველ დღე გადავიღებ ვლოგებს. პირდაპირ თქვენც უნდა დამკვიდრეთ, რომ გამოიწერთ ჩემს არხს და უყურებთ ვიდეოს ბოლომდე. მადლობა კიდევ ერთხელ და გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. ველოდები თქვენგან ლაიქებს, კომენტარებს, თბილ სიტყვებს. გამოიწერეთ არხი, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის. დროებით და გემშვიდობებით. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.